ქვის მძიმე ბლოკების გადასატანად ეგვიპტელებს გაცილებით მეტი რამ სჭირდებოდათ, ვიდრე პრიმიტიული პანდუსები. ეს კვლევაც მდინარე ნილოსის განსხვავებულ კალაპოტზე საუბრობს. დასმოში ვკითხულობთ, რომ გიზის პირამიდების მშენებლობა ხელსაყრელმა გარემო პირობებმა გახადა შესაძლებელი. მდინარე ნილოსის უძველესი მკლავი საწყლოსნო ტრანსპორტისთვის სანავიგაციო არხის ფუნქციას ასრულებდა. სამეცნიერო პუბლიკაციაში საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტის გეოგრაფი ჰადერ შეიშა წერს. როგორც ახლა ჩანს, პლატოს პირამიდების, სამარხებისა და ტაძრების გასაშენებლად ძველ ეგვიპტელი ინჟინრები მდინარე ნილოსისა და მისი წლიური დატბორვების უპირატესობას იყენებდნენ. არხებისა და აუზების გამჭრიახ სისტემას, რომელიც გიზის პლატოს ძირში პორტის კომპლექსს წარმოქმნიდა. თუმცა, გარემოში მწირია მტკიცებულებები იმისა, როდის, სად და როგორ წარმოიქმნა ეს უძველესი ლანდშაფტი. ერთი პერიოდი არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტელ პირამიდის მშენებლებს შეიძლება ნილოსიდან გამოჰყავდათ არხები, რათა ნავსაყუდელები შეექმნათ. ამისათვის კი დამოკიდებული იყვნენ სეზონურ წყალდიდობებზე, რასაც ერთგვარი ჰიდრავლიკური ლიფტის როლი უნდა შეასრულებინა სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. პორტის კომპლექსი, რომელიც არქეოლოგთა აზრით ემსახურებოდა ხეოფსის, ხეფრენისა და მენკაურის პირამიდებს, ამჟამად თანამედროვე მდინარე ნილოსიდან 7 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს. საკმარისად ღრმა უნდა ყოფილიყო შესასვლელებიც, რათა უზრუნველყო ქვებით დატვირთული ბარჟების გავლა. თანამედროვე გიზის ტერიტორიაზე ურბანული საინჟინრო სამუშაოებისას გაბრუხვის შედეგად აღებული ნიმუშები გვთავაზობს ქანების შრეების სტრატიგრაფიკულ მტკიცებულებას, რაც შესაბამისობაშია ნილოსის უძველეს ტოტთან, რომელიც პირამიდების საძირკვლამდე მოდიოდა. მაგრამ ჩდება კითხვები იმის შესახებ, როგორ მიიყვანეს ეგვიპტელებმა წყალი გიზის პირამიდებამდე. მათი მშენებლობის პერიოდში ჩრდილოეთ ეგვიპტე განიცდიდა უკიდურეს კლიმატურ ცვლილებებს. წყალდიდობები გამუდმებით უტევდა პირამიდების დაკარგულ ქალაქს, ჰეით ელ-ღურაბს, რომელშიც სეზონური მუშები ცხოვრობდნენ. ახალ კვლევაში მეცნიერება განმარხებულ ყვავილის მტვრის მარცვლებს მიმართეს, რათა იმ პერიოდის მდინარის სისტემის უფრო დეტალური სურათი მიეღოთ. ყვავილის მტვრის მარცვლები შეიძლება შემოინახოს უძველეს დანალექებში და სხვა კვლევებში ის უკვე გამოიყენეს ნიმუშად რეკონსტრუქციისთვის. აღმოჩნდა, რომ მაშინდელი ლანდშაფტი დღევანდელისგან ძლიერ განსხვავდებოდა. თანამედროვე გიზიდან პირამიდების კომპლექსის აღმოსავლეთით არსებული ჭალიდან 5 გაბრუღულ ნიმუშში არსებული ყვავილის მტვრის მარცვლებში კვლევარებმა გამოავლინეს საკმაოდ უხვი, ბალახის მსგავსი მოყვავილე მცენარეები, რომლებიც მდინარე ნილოსის ნაპირებს მიუყვება. ასევე აღმოჩნდა ჭაობის მცენარეები, რომლებიც ტბის ნაპირების მსგავს გარემოში იზრდება. კვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი ცხადყოფს მუდმივი წყალსატევის არსებობაზე, რომელიც გიზის ჭალაში იყო შეჭრილი და ათასობით წლის წინ იდგა. უკვე იქიდან დააკვირდნენ მდინარის წყლის დონის აწება-დაწევას.